ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახების შედეგების მოტანა. ჩინეთთან ურთიერთობა ქართულ ოცნებას ახალ სიფრთხეში გადაყავს. ოლიგარქის ერთი ირაკლის გაფორმებულ სტრატეგიულ პარტნიორობას მეორე ირაკლი უფრო ავითარებს და ჩინეთთან თანამშრომლობას საჯაროდ გაცხადებული მიმართულებების გარდა კიბერუსაფრთხოების სფეროშიც იწყებს. ამგვარი თანამშრომლობის მიზანი კი შესაძლოა არა ჩვენი დაცულობა, არამედ მოქალაქეებზე ტოტალური კონტროლის დამყარება იყოს. რომ გაიგოთ, რას გულისხმობ, რეპორტერს ბოლომდე უნდა უყუროთ. მე შევეცდები ახლად გამოვლენილ საფრთხეებზე არგუმენტებით მოგიყვეთ. 21 აპრილს თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორი იმყოფებოდა, რომელმაც მაღალი დონის შეხვედრები ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებთან გამართა. ეს ნიუსი ალბათ ნახეთ ან წაიკითხეთ და ყურადღება არ მიაქციეთ. ჩათვალეთ, რომ თბილისში ოცნების პარტნიორი მორიგი ჩინოვნიკი იყო ჩამოსული. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ უწყება, რომლის ხელმძღვანელთანაც ოლიგარქის მინისტრებმა შეხვედრები გამართეს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ავტორიტარული კონტროლის და სახელმწიფო ცენზურის უზრუნველმყოფი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია მმართველი კომუნისტური პარტიის მიერ ინტერნეტზე დაწესებული კონტროლის აღსრულებაზე. სხვაგვარად მას ინტერნეტ ცენზორად მოიხსენიებენ. მაქვს ვარაუდი და ესეთი ხიფათის განცდა, რომ ერთ-ერთი ამ ურთიერთობებში ერთ-ერთი ხაზი, რომელთაც თბილისი სავარაუდოდ ძლიერ არის დაინტერესებული, არის სწორედ ამ სამსახურის ინტერნეტზე კონტროლის, კიბერსივრცის უსაფრთხოების ბრჭყალებში და სინამდვილეში კიბერსივრცის კონტროლის მექანიზმების შესწავლა, გაცნობა, კოპირება, გადმოღება, იმდენად ადაპტირება ქართული რეალობისთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. დღევანდელ რეალობაში ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ქართულ ოცნებას უდგას, როგორი კანონებიც არ უნდა მიიღოს მან, როგორც არ უნდა შეზღუდოს მედიის თავისუფლება, საერთოდ რო აკრძალოს ყველანაირი ტელევიზია. ისინი კარგად ხვდებიან, რომ მანამ სანამ ინტერნეტი არსებობს და ინტერნეტზე წვდომა თავისუფალია, მანამდე ეფექტი ამ შეზღუდვების მინიმალურია და რაღაც განსაკუთრებით ტრაგიკული არ იქნება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გადამწყვეტი დარტყმის მიყენებამდე ეს თავარი პრობლემა მოიხსნა. და აი ეს ვიზიტი, რომელიც თბილისში ამ დღეებში განხორციელდა, ჩემთვის პირადად, როგორც ადამიანის, რომელიც ამ თემებზე ვმუშაობ, ამ თემებით ვინტერესდები, ჩინეთის და სხვადასხვა სახელმწიფოების ურთიერთობებზე ზღვამასალის მფლობელი ვარ, თუ როგორ აისახება ხოლმე რეალობაში აი ეს თანამშრომლობა, შემდგარი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, რა თქმა უნდა, აჩენს ხიფათის განცდას. ხიფათის განცდა ალბათ რეალურია და ამას უკეთ გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდებით, როცა ნაცვლად დავინახავთ, რა სახის თანამშრომლობა დაიწყეს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციასთან. ახლა სამინისტროების გავრცელებული პრეს-რელიზებით მხოლოდ ის ვიცით, რომ ოლიგარქის მარიონეტებს ციფრული ეკონომიკის და ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მონაცემთა ცენტრების შექმნა სურთ. თუმცა რეჟიმისგან, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 2 წელია მხოლოდ მოქალაქეების შეზღუდვასა და თავისუფალი სიტყვის გაქრობაზეა ორიენტირებული, ამის დაჯერება ძნელია. თან გასათვალისწინებელია იმ უწყების რეპუტაციაც, ვისგანაც სოდნა უნდა მიიღონ. ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია არ არის უბრალოდ ინტერნეტის მარეგულირებელი ორგანო. საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები უსაზღვროდ ამ უწყებაზე წერდა, რომ ჩინეთში ასეულობით მილიონი ინტერნეტ მომხმარებლის ცენზურისთვის ზომების ფართო სპექტრი აქვს გამოყენებული. ამავე ორგანიზაციის მტკიცებით, ცენზორების არმიით და ახალი ტექნოლოგიებით რეჟიმი აკონტროლებს ინფორმაციის მიმოქცევას ვებსაიტების დახურვით, IP მისამართებზე წვდომის დაბლოკვით, ვებგვერდების ფილტრაციითა და სოციალურ მედიაში საკვანძო სიტყვების დაბლოკვით. ახლა დაფიქრდით, რა სურს ოლიგარქის რეჟიმს ყველაზე მეტად? თავისუფალი სიტყვის გაქრობა. ეს არის მთავარი ამოცანა. იმის მიუხედავად თავისუფალი სიტყვა იცის ტელეეკრანიდან თუ კომპიუტერის ეკრანიდან თუ ტელეფონიდან, ანუ ინტერნეტის საშუალებით თუ ტრადიციული სტანდარტული სატელევიზიო ფორმატით, ის უნდა გაქრეს. ეს არის ქართული ოცნების ამოცანა, საბოლოოდ. თუ აქამდე მივიდნენ და ამის შესაძლებლობა მას ქართულმა საზოგადოებამ მისცა. ჩემი ვარაუდი, თუ კი ჩინელებთან თანამშრომლობა ამ თვალსაზრისით წარიმართება, არის რომ ეს არ იქნება რაღაცა ნაჯახით მოყვეთა, იმიტომ რომ ეს ძალიან სენსიტიური და სახიფათო თემა ქართული ოცნებისთვის, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება უბრალოდ ქუჩაში რევოლუცია გამოიწვიოს ადამიანების, რომლებსაც არავითარი პოლიტიკური მოთხოვნები და პოლიტიკური წუხილები არ აქვთ. მაგრამ აი ზეუცებ ერთ დრო გაიღუძონ და აღმოაჩინონ, რომ ტელეფონზე ინტერნეტი აღარ აქვთ, ამის გამო ვერაფერმა ვეღარ გააჩეროს ისინი.
ამიტომ ამას ისინი არ გააკეთებენ და ამიტომ ჭირდებათ მათ ესეთი კომპლექსური და ძალიან დეტალიზირებული მიდგომა, როგორც აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ამ თემის მიმართ. ზუსტად ამიტომ არის ჩემთვის ასეთი მაღალი ხიფათის მატარებელი და ასეთი საყურადღებო ეს ვიზიტი, რომ ის რაზეც მუშაობს სასი, ანუ ეს დეპარტამენტი ჩინეთში, ეს არ არის რაღაც ამას არ ჭირდება ინტერნეტის უბრალოდ აკრძალვას, არ ჭირდება რამე სპეციალური ცოდნა და სპეციალური მიდგომები, ხომ? უბრალოდ აიღებ და გათიშავ ინტერნეტს. ეს არ არის როგორც ისინი მუშაობენ. ეს არის მაქსიმალური კონტროლი არათვალთვალით, რაც ისაც აკეთებს უკვე ქართული ოცნება. არამედ მაქსიმალური კონტროლი ვებგვერდების ტარგეტირებულად, ძალიან კონკრეტულად შეზღუდვით. თუ ჭუანგჟუნგვენის ვიზიტი ამგვარი თანამშრომლობის დასაწყისია, მაშინ ქართველი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის პერსპექტივა არც ისე კარგია. არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ ერთ დღეს შესაძლოა თქვენი ინტერნეტ ბრაუზერები უბრალოდ ვერ დაიმორჩილოთ. ჩვენ შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძოთ და უბრალოდ ვეღარ შევიდეთ, არ ვიცი, პირობითად რომ ვთქვათ, New York Times-ის ვებგვერდზე. მაგრამ ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, New York Times-ი, იმიტომ რომ New York Times-ი არ წარმოადგენს საფრთხეს და ხიფათს ქართული ოცნების. ეს იქნება კარგად ფუნდამენტური ანალიზის საფუძველზე შექმნილი სია იმ ვებგვერდების, რომელზე შესვლაც გახდება ან საერთოდ შეუძლებელი, ან იქნება იმდენად ხარვეზიანი, რომ გააკეთებს დემოტივაციას ადამიანების, რომ იყვნენ მათი ხშირი მომხმარებელი. ამისი უამრავი მეთოდი და საშუალება არსებობს. ჩინეთში იყო პერიოდი, როდესაც მაგალითად YouTube-ი საერთოდ აკრძალეს, მერე COVID-ის დროს განსაკუთრებით ძალიან ბევრი ესეთი მკვეთრი აკრძალვები იყო, ამან ეფექტი უფრო მეტი მისცათ, ვიდრე წარმატება და ამის შემდეგ დაიწყეს ქმედითად აი ესეთი იმ ტიპის ზომების შემუშავება, რომლითაც პირდაპირ მნიშვნელობით თითქოს არც არაფერი აკრძალული არ არის, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელი ხდება ოპერირება რაღაც გარკვეული ვებგვერდებით და მერე შენ თვითონ ინსტინქტურად იწყებ ალტერნატივების ძებნას და უკვე დეзинფორმაციის კარგად მობილიზებული სისტემა, იმიტომ რომ ეს ხომ ორი ხაზია, ერთი რომელიც გირთულებს და გიგრძალავს და მეორე რომელიც მიგდენის სადღაცას და ის სადღაცას ხდება დამზადებული პროპაგანდისტული არხები. ნეიტრალური ეს არ იქნება იმედი, ეს არ იქნება პოსტივი, ეს იქნება სრულიად ახალი სივრცე ონლაინ სამყაროში, რომელსაც თავიდან აღიქვამ როგორც ალტერნატივას, რომელიც იქნება ფანტასტიკური წყარო პროპაგანდისტვის. ეს არ იქნება საქართველოსთვის მოგონილი ნოუ-ჰაუ. ჩვენამდე ჩინეთისგან გაკვეთილი როგორ შევუზღუდოთ მოქალაქეებს ინტერნეტი, პუტინის რეჟიმმა ისწავლა. იქაც იგივე სქემით მოხდა. ჯერ ჭუანგჟუნგვანი ჩავიდა და როსკომნაძორს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა. შემდეგ კი აკრძალული ინფორმაციის გავრცელებაზე შეთანხმება გააფორმა. ამას მოყვა პრეზიდენტ პუტინის მიერ დამოუკიდებელი რუნეტის შესახებ კანონზე ხელმოწერა, რაც თავის თავში ინფორმაციის დაცვის შესახებ კანონში მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობდა. მოსკოვში ვიზიტის დროს არც არავის დაუმალავს და ინფორმაცია გაცილებით მეტი გახდა საჯარო და ღია ვიდრე თბილისის შემთხვევაში, რომ საუბარი შეეხებოდა სწორედ ინტერნეტის ცენზურასთან, ინტერნეტის შეზღუდვასთან დაკავშირებულ მოვლენებს, დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტას. როგორ გადაწყვიტეს ინტერნეტის შეზღუდვასთან დაკავშირებული ამოცანები რუსეთში ალბათ იცით. იქ ამ წლის დასაწყისიდან ინტერნეტის მასშტაბური შეზღუდვები და ბლოკირება. 1 აპრილიდან პრობლემები აქვს მესენჯერს და YouTube-ს. დაბლოკილი ან შეზღუდულია ბევრი ისეთი აპლიკაცია, რომელსაც მოქალაქეები ფართოდ იყენებენ. თუ ქართულ ოცნებას გაუვა, ალბათ ჩვენც აქამდე მივალთ, რადგან ინტერნეტ და კიბერსივრცის კონტროლი ყველა ავტორიტარული რეჟიმისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად მთავარი იარაღია. რუსეთ-ჩინეთის გამოცდილება კი ოლიგარქისთვის ახლა მნიშვნელოვანია. ხოდემისა რომ ამ ორგანიზაციის ფუნქციები ბევრია და ანუ ცოტა უფრო ფართო მანდატი აქვს, მაინც მისი მთავარი, ასე ვთქვათ, მახასიათებელი არის ის, რომ უნდა შეზღუდოს წვდომა გარკვეულ რესურსებზე. ოლიგარქის რეჟიმს ინტერნეტის ტოტალური კონტროლი ჯერ არ დაუწყია თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს, როცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო მოქალაქეები გაასამართლეს. თუმცა ოცნება თვეებია წარმატებით ახორციელებს თვალთვალს და კონტროლს უსაფრთხოების კამერების გამოყენებით. შეამჩნევდით განსაკუთრებით დედაქალაქში ბოლო 2 წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა უსაფრთხოების კამერების რაოდენობა, რომელთა უმრავლესობა ჩინური პროდუქტია. იმ კომპანიების ნაწარმი, რომელზეც ამერიკამ, ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ უარი ეროვნული უსაფრთხოების გამოთქვეს, მეტიც დაასანქცირეს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკაში ეს კომპანიებია მოხსენიებული როგორც ამერიკის ეროვნული ინტერესების და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშ
კომპანიებმა და მათი პროდუქტების გამოყენება ოფიციალურად აკრძალულია საჯარო დაწესებულებებში და არანაირ შესყიდვაზე და ასე შემდეგ საუბარი არ შეიძლება იყოს. ამის პარალელურად რას ვიღებთ ჩვენ, რომ გაზრდილი რაოდენობა ამ კამერების საქართველოში პირველ რიგში ესეხება ქუჩებს და ცენტრალურ ნაწილს თბილისის, თუმცა ამავდროულად ჩვენ რამდენიც უთვალთები შარშან იყო, როდესაც ერთ-ერთი კვლევის თანახმად გავიგეთ, რომ არა მხოლოდ ქუჩაშია მსგავსად უთვალ კამერები, არამედ ადმინისტრაციულ შენობებშიც, ანუ წარმოვიდგინეთ, რომ სამართალმცოდნეობის პოლიციის შენობებშიც კი ხდება მსგავსი კამერები. ეს ერთი მხრივ რა არის ყველაზე დიდი რისკი, რომ დამოკიდებულება ზოგადად და პირდაპირ მიბმა ჩინეთის ხელისუფლებაზე და კომუნისტურ პარტიაზე, რომ ნებისმიერ მომენტში ის ინფორმაცია, რომელიც ამ კამერების საშუალებით იქნება მოპოვებული და რეალურ დროში ხდება ინფორმაციის მოპოვება, ეს ინფორმაცია სად მიდის, ვის მიერ ინახება, რა მიზნით არის დამუშავებული და ასე შემდეგ. ერთი მხრივ ეს საფრთხე, როგორც უცხო ქვეყანამ წვდომა მიიღოს პირდაპირ საქართველოს მოქალაქეებზე, რაც პირდაპირ ასე ვთქვათ ხელყოფა ინტერესების, ასევე გავითვალისწინოთ, რომ ჩინური კანონმდებლობის მიხედვით ნებისმიერი კომპანია ვალდებულია უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც ის მოსთხოვს. ანუ რა გამოდის? სუსიან შსს, რომელიც ჩინური კამერების საშუალებით გვაკონტროლებს, სწავლობს ჩვენს გადაადგილებას, აქტივობას და ხშირად სახის გამომეტყველებით ხასიათის დადგენაც შეუძლია, დარწმუნებული არაა, რომ მის ტერიტორიაზე მოპოვებული მისი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის ხელში არ აღმოჩნდება. ამის გარანტია ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ვერ ექნებათ, რადგან ჩინური კომპანიები მართულ კომუნისტურ პარტიასთან კანონით არიან ანგარიშვალდებულები. გარდა იმისა, რომ ჩინეთისგან ცუდი მაგალითი გადმოვიღოთ და ვისწავლოთ და ან ზოგადად მეორე ვარიანტი კიდევ ის, რომ ჩინელებს ზოგადად ჩინეთის მთავრობის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ჩაუვარდეს ხელში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია, არის საუბარი ვიზუალი გადაადგილება და ის მოსწყობილობები, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენ, შევდივართ სადღე და ასე შემდეგ. აქ საუბარი მხოლოდ კამერებზე არ არის, იმის გამო რომ სამწუხაროდ საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერების ნაწილი ჯერ კიდევ აქტიურად იყენებს ჩინურ მოწყობილობებს, რომლითაც ჩვენ ინტერნეტში გავდივართ. შესაძლოა ჩვენ ახლა კომუნიკაცია როცა გვაქვს ამ წუთას დისტანციური ჩვენ ჩინური მოწყობილობებით უკავშირდებოდეთ ერთმანეთს. შესაბამისად, რაღაც შუალედში სადღაც არის ჩინური მოწყობილობა, რომელიც ჩვენ კომუნიკაციასაც აკვირდება, ხო? კარგად რომ მოხსნათ, თუ თქვენ ბოლო პერიოდში გაქვთ განცდა, რომ დიდი ძმა ყველგან გიყურებთ და გაკონტროლებთ, მათ შორის რა აპლიკაციით სარგებლობთ და რას ნახულობთ ინტერნეტში არ ცდებით. უბრალოდ იცოდეთ, რომ არავინ იცის, სად მოხდება და რა მიზნით გამოიყენებენ თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას. ანუ როდესაც იციან, რომ ჩვენთან არის ჩინური მოწყობილობები და ჩინური მოწყობილობები არის მეტნაკლებად გაუცვლელი, გააჩნია კიდევ კონფიგურაციას, თუმცა ზოგადად ტრენდი არის, რომ მარტივია მათი ასე ვთქვათ კომპრომეტირება. ეს კიდე დამატებითი რისკი, ანუ თავი დავანებოთ ყველაფერს სპეცსამსახურთან ვაძლევთ, სპეცსამსახურს ვაძლევთ მას სავარაუდოდ რაღაც ისეთი კონფიგურაციით, როდესაც მათ შესაძლოა ჩვენ მოქალაქეებზე ქონდეთ ინფორმაცია და მეორეა, რომ აუხარისხო მოწყობილობებზეა საუბარი და იმაზე, რომ მათი კომპრომეტირება ბევრად ადვილია. ამის მაგალითები არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ბოლო სულ ცოტა ხნის წინ იყო. მაგალითს მოვიყვან ახლა ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერის მკვლელობასთან დაკავშირებითაც, რაც გავრცელდა ერთ-ერთი ვერსია არის, რომ მის გადაადგილებას ამერიკის შეერთებული შტატები აკვირდებოდა საფრთხო კამერების გამოყენებით, რომელშიც რა თქმა უნდა ფიგურირებს ჩინური კომპანიები და ჩინური მწარმოებლები. ამ მკვლელობის რამდენიმე დღის მერე, თუ არ ვცდები 2 დღის მერე, მთელი ერთი კვირით მოსკოვში იყო გათიშული ჩინური კამერები, იმის გამო, საფრთხო კამერები, იმის გამო, რომ თქვათ შეეშინდათ კრემლში იმისა, რომ მსგავსი სიტუაცია არ განმეორებულიყო და არ ყოფილიყო თქვათ იგივე კომპრომეტირება. აქაც საუბარია, რომ თქვათ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობიდან გამომდინარე, თვითონ რუსეთიც და პუტინიც კი არ ენდობა ჩინეთს იმ დონეზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ პირობას უსრულებს და ასე ვთქვათ, ომში ეხმარება ჩინეთი და ძალიან დიდ დახმარებას უწევს, მათ კამერებზე წვდომის მოპოვების რისკი იმდენად მაღალი იყო და იმდენად შეეშინდა და იმ ბრძენი კაცისთვის ეს ამბავი აქამდე თუ არ მოუყოლიათ, იქნებ ახლა მოისმინოს. ჩინურმა სისტემებმა შესაძლოა სარგებელი მისცეს, ყველაზე ყველაფერი გააგებინოს, მაგრამ უცაბედი საფრთხისგან ვერ დაიცავს.
და ბოლოს ისევ დასაწყის რომ დაუბრუნდე. იმედია თქვენამდე კარგად მოვიტანე რა საშიშ გაკვეთილებს იღებს ოცნება ახალი სტრატეგიული პარტნიორისგან. თვალთვალი და მიყურადება შესაძლოა იცოდით, მაგრამ ინტერნეტის შეზღუდვა ოლიგარქის რეჟიმისთვის ტოტალური კონტროლის მძლავრი იარაღი გახდება. თუ ჩემი არ გჯერათ, ვიდრე ტელეფონის მარჯვენა ზედა კუთხეში 5G აწერია და ინტერნეტი ჯერ ისევ თავისუფალია, კიდევ ერთხელ დაათვალიერეთ, რა ხდება რუსეთში.